მოდით ვისწავლოთ, როგორ არის გერმანულად მე მაქვს, მე მყავს, შენ გაქვს, შენ გყავს და ასე შემდეგ. ანუ ზმნა, ქონა, ყოლა ვისწავლოთ. ესე იგი, ზმნა, ქონა, ყოლა გერმანულად არის haben, haben, ანუ ქონა, ყოლა. ახლა მოდით ვისწავლოთ უღლება. მე მაქვს, ან მყავს, გერმანულად არის ich habe, ich habe. მაგალითად, ich habe einen Hund. Ich habe einen Hund. მე მყავს ძაღლი. შენ გაქვს, ან შენ გყავს, ეს იქნება du hast. Du hast. მას აქვს, მას ყავს იქნება er hat, რომელიც არის მამრობითი სქესი, sie hat, მდედრობითი სქესი, es hat, საშუალო სქესი. მაგალითად, მას ყავს და er hat eine Schwester. Er hat eine Schwester. მას ყავს და. ჩვენ გვაქვს, ან ჩვენ გვყავს, ეს არის wir haben, wir haben. თქვენ გაქვთ, ან გყავთ, ihr habt, რომელიც არის მრავლობითი, ihr habt და მათ აქვთ, ან ჰყავთ, ეს არის sie haben.